მოკლედ სანამ დღევანდელი გადაცემის სტუმარს წარმოგიდგენდეთ, გეტყვით ძალიან მაგარ ამბავს. თქვენც ჩემო ბიჭებო, ნიკოლოზ მაიცის და ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელს მიმართავ. ესე იგი, უკვე მოგეხსენებათ, რომ 7 თებერვალს ჩვენი თეატრი იხსნება, ახლოვდება. კი ბატონო, და მინდა გითხრათ, რომ ესე იგი 7 8, 13, 14 ყველა ბილეთი გაყიდულია თებერვალს და დავამატეთ მაყურებელთა თხოვნით 15 რიცხვი და იქაც რაღაცა ცოტა რაოდენობა დარჩა, ასე რომ ჩვენ უგვაგინებთ, შედით ტიკეტზე და იყიდეთ. ჩვენ ვერაფერს ვერ ვიცავთ და მადლობა გვერდით რომ გვიდგახართ და გვიდებით რომ ძალიან მაგარ ხასიათზე დაგაყენებთ ჩვენ თეატრში მობრძანება. დიდი მადლობა ასეთი ინფორმაციისთვის შემოპატა და ბარემ აქვე დავსზე რომ სანამ 7 თებერვალი მოვა, არა ამის მერეც, მაგრამ სანამ მოვა, არ დაგავიწყდეთ რომ შაბათ კვირას უნდა უყუროთ კომედია არხზე მიხოს და მაროს ახალ საოცარად მაგარ სერიებს მოკლედ საღამოს 8-ს რა თქმა და განსაკუთრებულად ნიკოლოზ მინდა ვთქვა და უთხრათ რომ ძალიან მაგარი სერიები გელოდებათ, ახალი პერსონაჟები შემოდიან ნელ-ნელა ისევე როგორც ძველები, მოკლედ დაგველოდეთ ჩვეულ რეჟიმში ჩავდექით, მე მგონი ნელ-ნელა მწყობრში და ეს დაბახუსებები და ამბები დავივიწყეთ. რაღაცნაირად ჩვენი პირველი გადაცემა და მეორეც თქვით რომ რაღაც თითქოს ტრადიცია გახდა გარკვეული სტუმრების ჩვენთან მოსვლა გეგე ბატონის შემთხვევაშიც და დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ასევე უკვე ტრადიციად ქცეული ჩვენი ძალიან კარგი მეგობარი და უკვე თქვენიც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გამოხმაურება მოყვა ამ ადამიანის სტუმრობას. მოკლედ ბევრს აღარ გავაგრძელებ. რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი, ძალიან კარგი ნიჭიერი ადამიანი, ჩვენი მეგობარი კახა კუპატაძე. ენაცვალე, დიდი მადლობა. უნდა აღინიშნოს, ჩემო კახარო ბიჭებიც მოფერიანებულა დოლზე ეწყობა, ადრე ცოტა რაღაცა ესე გძლათ უკრავდნენ და მეთანხმებით კი, ზალაგდა ყველაფერი. ესე იგი, რამდენიმე გამოიყურებიან. კი ბატონო, რამდენიმე დღის უკან ჩვენს არაჩვეულებრივ ბატონ ზაზას დაბადების დღე ქონდა, ვერ მივედით და მივულოცოთ ბატონო ზაზა. გითხრა სიცოცხლე და გაწელვის რეჟიმში, რაც მთავარია. არი ჩემო პატა 35 წელი, არაფერი არ არის, აწი იწყებს ცხოვრებას. ჩემო ზაზა მინდა გითხრა. კახაბერ, შენ მე იცი როგორ მიყვარხარ. დიდი მადლობა სტუმრობისთვის და შევხვდებით. ძალიან მიყვარხარ, იახური მგონია მეორედ მოვედი უკვე ამ ახლოხან. ესე იგი, ჩემო კახა, შენ განეკუთვნები იმ კატეგორიების რიცხვ სტუმრებისას, რომლებიც თვლით ასე რომ უნივერსალური სტუმრები არიან, იმიტომ რომ ყოველთვის დახუნძლული მოდიან იმ საკვებით, რომელიც ჩვენ გადაცემას ჭირდება რა. კი ბატონო. და ერთი სტუმრობა გენდა კიდე და მე უკვე საკუთარი ჩუსტებით შემოხვალ. კი ბატონო, კახავე. ესე იგი, მაინც ახლა იანურის თვია და გინდა არ გინდა ფიზიკურად ვერ მოგყვება, იმიტომ რომ კატეგორიად ნათლისღების მერე კატეგორიად უარი ვთქვით ახლა დალევებზე, ასე შემდეგ, მაგრამ ვითომ? ვთქვით და ჩვენ ვთქვით, კი. აი ხა არ არსებობს. როგორი დრო გაატარე, როგორ შეხვდით ცხენის წელს? შეხვდივით. ძველ ქართულ სასაულო ფილმში როა ფინალში ბუნდოვნათ მახსოვს საქართველოს. აი ეს მახსოვს ხოლმე ბუნდოვნათ რაღაც ეს ძვირფასი დღეები. კი ბატონო. ეს ახლით ახალი წელი, მერე ახლით ახალ წელს კეიფობ, იმიტომ რომ აგერ ძველით ახალი წელი მოვა ორ კვირაში. ანუ ის ორი კვირა არ უნდა გამოტოვო არც ერთი დღე, იმიტომ რომ ეს უნდა მოემზადო ძველით ახალი წლის შესახვედრად. ბაბუა ჩემის დიდი ბაბუა სიტყვები მახსენდება ხოლმე. ჩემი დიდი ბაბუა იყო ბებია ჩემის მამა,
კარპო მელიტონისძე ცუცხვაჩი ცხოვრობდა, მაგარი კაცი დღე-დაღამე ქეიფობდა. მე არ ღნეყავდა თავის ძმა კაცი. ყველა სუფრასთან იყო, მე არ ღნე და ჩემი დიდი ბაბა და ჩვენც ხვდებოდით ხოლმე სუფრასთან, აქ როცა ბავშვები ვიყავით და ეს ამბობდა სადღეგრძელოს ამზის სამოსვლას გაომარჯოს. მე ვკრავდა გვერდი დაფორმებდა სადღეგრძელოების სიმღერა თავის დროზე, ოღონდ გარევის უფლება არავის არ ქონდა, არც ხმაში, არც სუფრაში, არც სიმთვრალეში და ნუ მოკლედ ასე იყო მე ბებიაჩემი გამოვიდა და კარგიო რა მამაო 100 წელს მიაღწევ უკვე სადაცაა რამდენიმე წელიწადში როდემდე უნდასო არ შეიძლება რომ დაამთავროთ ეს სმაო და იქიდან ოჯახის წევრებიც დიასახლისებიც ქალბატონებიც დაეთანხმდნენ ნუ ხო რა არის ბაბუა თქვენ მომისმინეთ დაგო მე შეიძლება არ მინდოდეს დალევაო მაგრამ საქმე ითხოვს ამ საქმეთო მახსენდება ეს გამოყვა გენები ხო გამოყვა გენები და რაღაცა მეც რომ მაძალებენ და მეც არ მინდა ხო მახსენდება ეს სიტყვები სულ საქმე ითხოვს და ასე საქმიანად ვართ დღემდე რა საქმეში ვართ ჩამული კი გეგან ხუმრობაში კარგი თამადა დადგა მინდა გითხრა ვითომ ნახო მორცხვი იყო რომ მოვიდა რუსთაველის თეატრში ნამეტნავად და მე კიდე კარგი ხალხი დამხვდით ასე ვიყავი ისეთი ლექსები და ისე წაიყვანა სუფრა რომ ცოტა ნერვებიც ამეშა ცოტა დალევები ბოლომდე უნდა დალიო აუცილებლად ერთ ოჯახში მოვხდით ბოლოს ნუ ამ დიდი დალევების მერე უკვე გადატვირთული დღეებია და აბა განსხვავდა ძალიან დიდი განსხვავებული ვიჭირავს ხეში და ეს მე უნდა დავლი ხო მიდი გიცდის გვერდზე გააცარიელე დალია გიცდის გვერდზე არა მეთქი მიდი ბიჭო გელოდები გამოცალე ბოლომდე და გავხედე დიასახლის ჩვენი ნათესავი იყო ქალბატონი ოჯახის უფროსი და უნდა დალიო კახ არ გამოვა სხვანაირად ამათმა ასე იცია და ბოლომდე გამოცალე ბოთლიც კი დამალევი ხო ვაიდე და რა ძნელი დასალე მე მიდიხარ სახლში ცოტა ბარბაცით მახსოვრობაც გეკარგება იღვიძებ დილით და ვარ ძალიან ცუდად მაღვიძებ ზარი და ის ვერ მივეჩვერო გავთიშო ტელეფონი რომ გამოვიძინო მაინც მე რეკავენ დილაუთენი ჰე ადექი ახლა ბიჭო კაი დუქანში მივედი და ხაში გამოვაქვთ ახლა და არა არ მინდა არაფერი დამანებეთ თავი ცუდათავა ბიჭო რა ცუდათა ხარ რა ცუდათა ხმები ისმის ამოდი გამოდის აი ჩაშუშული ჩაშული გამოდით ხაშლა ბადო წადი ბიჭო გამოდი არ მინდა ბიჭო გამოდი ბიჭო კაი ხაშია მზად ბიჭო არ მინდა რა თავი მტკივა ცუდა თავი არა ის მტკივა გინდა რა გინდათ ბიჭო ჩემია თავი არის ჩემი და მტკივა მე ჩემი თავია მე მტკივა თქვენ რა იცით აი ბიჭო გამოდი გასულდა გახვიდე მე ახლა დუქანში რომ მივხვალ ასე კაი ხაში მოდის რა ცხელია და მე მახსენდება ერთი ანეკდოტი პოლიციამ გააჩერა ავტომობილი და გამარჯობათ მოქალაქე მოგესალმებითო ვიდრე ალკოტესტზე გადაგამოწმებთ გვინდა რომ მითხრათ ნასვამ მდგომარეობაში ხომ არ ბრძანდებით არა ბატონო პოლიციელო როგორ გეკადრებათ აგერო დუქანში ვიყავიო ხაში ჭამეთო მივირთვითო ბიჭებმაო და ხაში ჭამეო მე არაყი არ დააყოლეო არა არაყი არაო ბიჭო დასაჭერი არ აღრახვაშო ხაშრო შეჭამდა არაყს არ დააყოლე გადი მიბზადი აქედან მომიშალე ნერვები ამ დილაუთენი კეთრი ახრავე ედი მოუწესრიგებელი მსხვილი და არის ერთი და იგივე ახლა კამპანიაც ისეთი შეხვდა ჩემო ბატონო სახელდაგვას არ დავასახელებ რუსთაველის თეატრში გამოუფხიზლებელი არ არსებ ბატონი ტრისტანი რატო არ არის ამ ქვეყანაზე ერთმა გაანათლოს ასაულია რა არა მარტო თქვენთვის ჩვენთვის და მისი ოჯახის ბრწყინვალე ოჯახის წევრების მთლიანად საქართველოს ხო დააკდა რასასწაული კაცი იყო რა განსაკუთრებით მაგრატყვევი ტრისტანზე ამდენ ხო აუცილებლად თვითონ მაყოლებდა ხოლმე სულ და მიმაჩვია ბატონმა ტრისტანმა იქედა მოყევი ბიჭო გუში რა გავაკეთე რა რომელი ბატონი გუში ბიჭო დუქანში რო ვიყავით რესტორანში მოყევი ერთი რა მოყევი გაფიცებ ყველაფერს მოყევი ერთ კუპეში შევედით რესტორანში ბუხრის ოთახი დაანთეს ბუხარი გაგიზგიზდა და ცივი კერძებით მოიტანეს ახლა და თან ღვინოც პირველ რიგში რა მოიტანეს და იშლება რა სუფრა გემრიელი სუფრა ბატონი ტრისტანი თამადად უნდა იყოს მაგიდის თავში ბატონო რობერტ მომოთო ტრისტან შენ თამადა ხო გიოდუნ რა და უცბად გაიხსნა კარი და შემოდის 45 წლამდე დაახლოებით ესეთი სიმპათიური მამაკაცი და
გამარჯობათო, ბოდიშ გიხდითო, რო შემოგეჭერითო რა, ამ სუფრასთანო და. ო, ჭირიმე შენ კუბადაძე, დოუსხი ბიჭო ღვინო. არა, ღვინო არ დამისხაო ამ. არა, ღვინო არ დამისხაო, მე 3 წელიწადი წვეთი არ დაბილევიაო, ნევროზი მაქვს. და თავის კვლელობაზე ვფიქრობ ყოველდღეო, მაგრამო, რო დაგინახეთო ეზოში, რო შემობრძანდითო, აქო რო შემოხვედითო, მე თავს მივეცი უფლებაო. სიკვდილის წინ, ბატონო რობერტ, თქვენ სპექტაკლებზე ვარ, გაზრდილი ბებიაჩემა მომიყვანა თქვენ სპექტაკლზე, როდესაც პატარა ვიყავი და ყველა თქვენი შემოქმედება ვიცი, ეს მსოფლიო დონეა და გამიხარდა, კარგ განწყობაზე მოვედ. ბატონო ტრისტან, თქვენს ფილმებზე ვარ აღზრდილი. სიყვარული ყველას უნდა, ყველაზე სწრაფები მსოფლიოში და ასე შემდეგ თქვენი ფრაზებით საუბრობთ დღემდე და თქვენ მე გამახარეთ დღეს და ჩემი გუნება, განწყობილება გამოვკეთდა. ეხლა მეგობრებთან ერთად ვარ, მე დიდხანს ვერ გავჩერდები, ვერც დავლევ, სახლში უნდა წავიდე, მაგრამ მე ბედნიერი ვარ, რომ თქვენაირ ღირსეულ პიროვნებებს შევხვდი. ბედნიერად ბრძანდებოდი. მაისადები გაჩერდი ერთ წუთი ვიო. მოგიდება ჭიქას ხელი, ბატონმა ტრისტანმა უთხრა. მოკიდა ამანაც ჭიქას ხელი, მაგრამ ვერ დავლევ. არა ბიჭო, რაღაცა უნდა მოგიღვიო. მეც მქონდა მასი 10 დღიანი დეპრესია. არ გამოვსულა ოთახიდან. მე ჩემი ცოლი მოვიდა, გამოდი გარეთო, ფარდებიც კი დახურული მქონდა, სინათლის შუქიც არ მინდოდა. მე ვთქვი რა გემართება კაცო, ჩემ თავს ველაბანები. ეს რა ხდება შენ თავს კაცო, 10 დღიანი დეპრესია მქონდა, ოთახიდან არ გამოვსულა. მე 11 დღეს ცოლმა მითხრა, გამოდი ბიჭო გარეთო, გამოდი, მზიანი ამიდიაო და გამოვედი ახლა გარეთ და სიგარეტის არ მომიწევია არაფერი მტონში და გავაბოლი ახლა პაპიროსი გამოვედი აივანზე და დაუწყი ახლა ჩემ თავს მდგომარეობიდან გამოსვლა. საუბარი დაუწყი ახლა ჩემ თავს. ტრისტა, არა ხარ ახლა სულელი რა. აგერ აივანზე რა ქვევით. ახალი მერსედესი დგას. ქარხნიდან გამოყვანილი არის თბილისში რო არ დაიარება იმნაირი. ყველაზე მაგარ უბანში თბილისში სახლი გაქვს ურთაჭალაში სამსართულიანი ანგელოზივით ცოლშვილი ყავს შიგნით ჩემ თავს ველაბარაგებია ახალდაბაში ხის ძველი სახლი ქონდა და იმის ნაცვლად სამსართულიანი ვილა ჩადგი საქართველოში რო არ არსებობს მოპირკეთებული მოწყობილი ყველანაირად თავის ეზონიადაგით ქუჩაში გამოხვალდა ხალხი იღიბის სურათებს იღებს შენთან და ქვეყანა შემოგდატრის ტურისტული სააგენტოებია და გეხვეწებიან ბატონო ტრისტან ქვეყანა დაასახელე უნდა გამოგზაურო შიგით რამდენი ხანით გინდაო რესტორანში შეხვალ და ყველა გეპატიჟება ფულს არ გახდევიებენ მაღაზიაში შედიხარ და გჩუქნია ყველაფერს არ ხარ რაღაც სულელი შევიდე ტელეფონი გადაურეგე ბატონო რობიკოს მოუყარე ბიჭებს თავი წევედი რესტორანში დაავთვერი ორი კვირა არ გამოფხიზლებულა ნევროზი რა არის სულ დამავიწყდა იმის გამოცალე დაგჭირდა შენ გამოგევილა ბატონო ტრისტან მე თქვენ გიჯერებთ და ვსვამო და დალია ამ ბიჭმა რა და გავიდა ჩვენ გავაგრძელეთ ნუ გავიდა 3 საათი დაახლოებით ჩვენც უკვე სიმთვრალეში შევედით და 3 საათის მერე იღება ბრახუდით კანები ბრახ და შემოდის ეს კაცი მთვრალი გაპობილი ბატონო ტრისტან მე თქვენ დაგიჯერეთ მე დღეს დავთვერი ნევროზის დედას და ყველაფერის ცუდის მე განვიკურნე ქუჩა ფეხაკრებით და ღიგინით მოვდივარ წავიდა ასე განკვირდა ბატონმა ტრისტანმა გადაარჩინეს ტრისტანს არალიძე კი ის ბიჭი შევხვდა კიდე და ბადლობები გადაუხადა და ჩვეულებრივად სახელ გამოიყურნა ესე იგი აფთიაქებში რატო იყიდებ ეს ნევროზის სამლები ან ექიმი რატო არსებობს საერთოდ ნევროლოგი თურმე შედი აფთიაქში და უთხარი გამარჯობათ ნევროზის სამალი მინდა თუ შეიძლება გვაქვს ციცკა ცოლიკაური ქაცითელი რომელიც 92 საფერე მომეცით თუ შეიძლება დალევ და გამოკეთებული ხარ ეგა აიღუპა მთელი საქართველოს სეროზით ესე იგი ნევროზის ყველაზე კარგი წამალი ხო იცი აფთიაქში პრინციპში არ არსებობს რა შენ თქოს არ იყოს ეგ უნდა ვდო მაგრამ მე მაინც კრედიტ ოფიცერმა 14%-იანის მერე მიშველა ეგეც არის აღიარო თუ მე ვფიქრობ რომ პირველი ეგ არის კი ბატონო აი ხლა მაგალითად მე მოდიხარ ვამბობ გადაცემაში
ასეთი გამოხმაურება აქვს და სხვათა შორის დავამთავრე რემონტი და სახშიც შეგეძლია მოხვიდე და თეატრშიც ჩვენთან. სიამოვნებით ხმები დადის რომ ძალიან კარგი რემონტი და საოცარი გარემო და საოცარი სახლი ყოფილა რა. რემონტზე გამახსენდა. ეხლა კარადაში რაღაცას ვეძებდი. ხო. იმერეთში ვიყავი ეს ძველით ახალი წლის პერიოდი და უცბად წავაწყდი, ამას მე არ დავკარგავდი, მეგონა რომ საწავი და შემთხვევით ვიპოვნე რეკვიზიტი თუ არ მოსული სხვათა შორის. ესე იგი, ამ სახლებს რო ააშენებდნენ, რა კარგია რემონტები. მეც ვიყავი ამ ამბავში, თავის კურიოზებით და მე რა მიკვირს, იცის დიდ სახლებს რო ააშენებდნენ, 2 სართულიან, 3 სართულიანს და ტუალეტი სახლში არა, უნდა ყოფილიყო გარეთ შორს მეორე სოფლის საზღვართან. ამნაირი არაფერი დინარ. ახლა ზაფხულში კიდე არა უშავს, ხო? გავარდები უცბად მეორე სოფლის საზღვართან. შედი სახლის ტუალეტი სადაც არის და იქედანაც კი დაბრუნდები უკან, მაგრამ თოვლი როა. ოუ! წვიმაროა ესე უნდა შეიმოსო აგ და ბატინკები, თასმები გადაუჭირო კარგად, ქურთუკი თბილად და თუ ბევრი გაქვს დალეული და თუ ბევრი გაქვს დალეული, მიაპობ თოვლს მიდიხარ და გგონია რომ ტახზე მიდიხარ სანადიროდ, ისე ხარ გამოწყობილი. მერე იქედან უნდა დაბრუნდე უკან და მოკლედ წლების წინ გადავწყვიტეთ რომ ეს ტუალეტი და აბაზანა საპირისპიროში გავაკეთო სახლში და ეს ადგილი რო გამოვყავით ახლა სახლში ამესულს მეორე სართულზედაც გავაკეთო პირველ სართულზე მეორე სართულზე უნდა გავაკეთოთ აუცილებლად და აბა მოვინდომეთ ახლა სულ ყველა მიდის და ჩვენი ოსტატები არიან იქ ცხოვრობენ ჩემი უფროსი მეგობრები არიან და აგეროვთ ჩვენ დაგეხმარებით თან ყველაფერი იციან და მოკლედ გავაკეთეთ ის გამოაგრე ის ხმები მთელივე თან სტრაფიტებით აკეთებენ და ეს ყველაფერი გამზადდა დაახლოებით 1 კვირაში და ეხლა უნდა დაისხას ბეტონი, მაგრამ ამ ბეტონს უნდა ჩაყვეს მილები, კანალიზაციის, წყლის და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა. და მემზადებით დასასხმელად და რაღაცა ძალიან ბევრი მილები მომეჩვენა. გაყვანილი. ეს რა არის მეთქი და ეს არისო კანალიზაციის მილიო, წავა ცალკე კანალიზაციაშიო, ეს წყლის მილი მიდის ცალკეო. მოიცა კაცო, რატო ცალკე მეთქი? წყალი და კანალიზაცია მინდა რომ წავიდეს ერთად. ეს არ ხერხდება? ნუ ერთად თუ აღარ ანერდ ეს წავა კანალიზაცია გადაბმა ხო ხდება რომ წყალი და კანალიზაცია წავიდეს ერთად, ხო? ხო და თან აკეთებენ ახლა. ერთი ზემოთ არის, ერთი ქვემოთ. ძალიან ძვირფასი ადამიანები ჩემთვის. ხო და მეთქი მე მინდა ესეთი რამ ვიდეო ხო მაგასო რაღაცა ტრაინიკს ეძახიანო მეთქი რა ვიკითხვა ტრაინიკი არის დენის არის ყველანაირი და როგორ ვიკითხო მეთქი მაღაზიაში თან უკვე 6 საათია 7-ზე ყველაფერი იკეთება რაიონში უნდა ჩავედი არ დაასხათ მეთქი მე მინდა ის გადამყვანი კანალიზაცია და წყალი ერთად უნდა შეუერთდეს და გაუშვათ ერთად რა კარგიო და როგორ უთხრა მეთქი და მეორე მიქედან ბიჭო დაუხაზეო და გაატანენ ახაზიო და რო შეხედავს მაღაზიაში რომ იცებო მიხვდებაო რა და ხო და მეთქი მე ვიცხებ ახლა ხო და ეს თან ხაზავს და თან საუბრობს ესე იგი ეს არის კანალიზაციის მილი და აქ ებმება ეს არის წყლის ვიდი ეს არის 100-იანი და ეს არის 25-იანი აქ წყალი შეერთება აქ კანალიზაცია და ორივე ერთად წავა ხო და როგორ მივახვედრო მეთქი და აჰა აჩვენეო და მომცა ახლა აქ რეკვიზიტი თუ არ მომცა ახლა ეს და ეს აჩვენეო და მიხვდებაო ყველაფერსო და გამოვაკეთებს და ორი ცალი გვინდა ასეთიო რა ხო და მე ჭიშკარიც გავაღე დავქოქე მანქანა ეს დავდე გვერდზე მივდივარ და ნუ დამაგვიანდა იმიტომ რომ ერთ პირველი მაღაზია რომელიც არის დაფოქლომებული დამხვდა დაიკეტა მეორე მაღაზია მე და აუ არ დაკეტო რა გეხვეწები დავამთავრე აღრიცხავს ყველაფერი შენგენაცვალეო და აგერ ქვევითო სადგურთანო ერთი მაღაზია არის ღიაო რომელიც 7-მდე მუშაობსო და აგერ წუთები აკლია რაღაცა 5 წუთი თუ 4 წუთი აკლიაო და მიუწრებო და მივედით ესე იგი ჩემნაირად აგვიანდებოდა ბევრს ალბათ ეს მომხმარებლებიც იყო 5 ადამიანი დაახლოებით შიგნით და გამყიდველებიც და თქვენ რა გინდათ მე მითხრა და მეთქი მე მინდა აი კანალიზაცია და წყალი რო შეუერთო ერთად ესე მოიცა ვერ გავიგე ბატონ აგერ არის რა მეთქი ნახაზი გამომატანა ხელოსანმა მეთქი და დახედა ამ ნახაზს და ატყდა სიცილი ხელიანები და საწყობში ეძახის
თავის თანამშრომლებს ეძახის საწყობში ბიჭო გამოდით ნახაზია გამოდით რამდენი ცალი გინდა ასეთი 2 ცალი მინდა ბიჭო 2 ცალი უნდა ასეთი აჩვენ ერთი ათხდა სიცილით და ხარხარი მე ამ ხალხსაც აჩვენა ეს და იციდის მთელი რაიონი იქ და მეთქი მომეცით რა ნახაზია ერთი ამნაირად გადმომცეს და შეხედე ამ ნახას და რა დამიხატეს შეხედე მე არ ვიცი გაჩენე კამერას გაჩენე არ გეკონოთ არაფერი ეს არის კანალიზაციის ბილი ეს არის წყლის ბილი ეს არის 100-იანი ეს 25-იანი მაგრამ ეს არის საბოლოო ვერსია ეს რელიკვია დაგჭა თან 2 წალი წამოვიღე ასეთ მაგის გადაგდება არ შეიძლება რაიც რა დროს არა მას ვინახავ შენ მათხოვე ერთი დაგვიტოვე საჩუქრად ხო შეიძლება რა საჩუქრად გას ნახაზი არის საშვილეში არა მაგარია ძალიან კარგი მშვენიერი გადასარევი ჩვენ ასე იუმორისტული არქივი ხო გვაქვს სხვადასხვა ნივთების და კახასთან მე ავაკეთოთ ეს ამბავი არქივი კარგი ესე იგი შენ პოეზიასთან არ ახარ შორს ეს კაი ისტორია იყო მე ტრისტან და შენ და ის ჩემთან რო ვიყავით აღდგომა დღეს სასაული იყო კი ბატონ ტრისტანზე როგორ არ მოუყვებით აღდგომა იყო და პატამ დაგპატიჟა წავიდეთო ჩემს მხარეშიო და ავედით აღდგომა მაინც და მოდი სასაფლაოზე გავიდეთ პირველი სიცხვილი არის ოჯახში რომ მიხვიდეთ პირველი კაია მაგრამ მივიდეთ ჯერ სასაფლაოზე მივაგოთ მიცვალებულებს პატივი მარახი შენიწინდაბრების სასაფლაო მიხვიდით ო ასე ავლე გულიაშვილი აწევს და მე რა გამختარი კაცია რა სურათზე გამختარი კაცი საკუთს არ უკეთებდით ამ კაცს კაცი ჩას ვიდი ძალიან გადარჩენილი კი ხარ ახლა შედის რატო არ გადარჩენილიო პატე ეკითხა ბიჭო ბაბუა შენი სახელი რო არ დაგარქვის ახლა გადარჩენილია პავლე გულიაშვილი რო იყო ახლა შენ რუსთაველის დიაჩი მიგიღე აუ გოგამუთხრა ბატონო ტრისთან თვითფრინავში დაჯდომი ხარო შეხედი ახლა რამდენი წლის ხარ შეედვიჯო მეო 34-ისო ბიჭო 34 საათი მე არგენტინამდე ვიფრინე ცალიგზე არა საოცარი კაცი იყო ძალიან როგორც თქვით ჩვენ ახლა თეატრს ხსნით ჩვენ ხო დაპატიჟებული კი ვძანდები ის კი არა სპექტაკლებშიც მიიღებ მონაწილეობას სიამოვნებით აბა რა 7 თებერვალს იხსნება თურმე სხვათა შორის ბებიაჩევა მითხრა პირველი ვიდრე მე გავიგებდე ბებია გამოაცხადესო 7 თებერვალსო ბატა გულიაშვილის კომედიის თეატრი იხსნებაო რა და ხო მიბედია დაპატიჟებული იქნება მე რა თქმა დაპატიჟება მე უთხარი პირდაპირ მივალ ხო ბებია მოვიკითხო და დავპატიჟოთ დავპატიჟო ან გვაძლევ პირობა სპექტაკლი რა თქმა უნდა აბა რა კი ბატონო დედაცვალა ხო და მოდი სანამ ამ თემისკენ კიდე კარგად განვარჩევთ რაღაცა მაქვს მომზადებული ქსოვრელებთან ერთად და შენ ხა შინაურულად ახარ უკვე და წავიკითხე ერთი კაი ლექსი სასაული ბიჭები არიან და ბედნიერებაა მათთან ერთად ყოფნა საერთოდ ხატობას აվել შუაფხოს მზე ზანზალაკა დეკიდა შუაფხოელი შუახნის წამოიწია თექიდან წამოაქცია კურატი გამოუღადრა კისერი ატყდა ხრეობა პურადი კაცი არ დარჩა ფხიზელი უდით და ჟიპიტაურით გამტყვრალი ხალხი ეყარა და ხერხემალში ხმაურით შემოდიოდა ქვეყანა ვიჯექი ჯვარი მეწერა 7 მწყაზარი სახითა რომერე ლექსად მეწერა რასაც დღე გულზედ მახლიდა მზემ რომ მოხრიპა ზედაშე ხატს უხმოდ გამოვესალმე და საღამომდე მე და შენ ტრიფეთ ცისფერი კესანე მოვედი ხელი მოგხვიე გულზედ პერანგი მოგხიე მთვარე მე შენ და არაგვი
თუ რალი ვიყავით ოთხივე თუ არე მე შენ დარაგვი თუ რალი ვიყავით ოთხივე აი კაცო ენაცვალე ახაბე დაბზანდი მოდი ესე იგი თეატრზე ხო არ გვეტყვი რამეს ბებიას ამბავი კი გითხარი მაგრამ 7 თებერვალს იხსნება თურმე კიდე რაც არის ველაპარაკებ, 8 9 11 მე მგონი როგორც ვიცი კიდე 15-ში დაამატეს ესე იგი 7 8 13 14 გავყიდა გაიყიდა ბილეთები და 15 დავამატეთ ჩვენი ძვირფასი მაყურებლის თხოვნით მეტი რა გავაკეთო და ბედნიერებაა კიდე ვიც ტელევიზიით გიყურებთ იქ რომ ცოცხლად გნახავთ ეს კიდე ძალიან საინტერესოა რა მშვენიერია მაყურებელთან ერთად საოცარია საერთოდ თეატრში შეხვედრა და ახალ თეატრში განსაკუთრებულად კი ბატონო და პირველად ეს ყველაფერი ძალიან მაგარი და პირველად კომედიის კონკრეტულად კომედიის თეატრი გაიხსნა ქონდა ბატონ ჩანტლაძე სარაჩოლებრივი მინიატურების თეატრი და ეს რაღაც კომედიის თეატრი იქნება პატა და ნიკას პრემიერით იხსნება სადაც ვნახავთ ორივეს ერთად მე კიდე ვიცი რომ სხვა ძალიან ნიჭიერი და ღირსეული მსახიობებით შეუერთდებიან პირველ წარმოდგენაში არიან რატი ტვირდიანი ჩემო ძალიან კარგია კახა რატი მშვენიერი ვასკა გრიგალაშვილი რომელსაც სხვათა შორის დღეს დაბადების დღე მიულოცოთ დაბადების დღე და ხო შეიძლება სიმღერით გავხსნათ ვიდრე პრემიერა იქნება 7 თებერვალს ვიდრე რაღაცა სასიმღერო პრემიერა გავაკეთე სასიმღერო პრემიერა რო თან დავპატიჟოთ მაყურებელი კი ბატონო შეიძლება რა თქმა უნდა რაზე გავაკეთოთ ეს ამბავი თუ საიდუმლო იყოს სიურპრიზი იყოს აჯობებს მაგრამ ეს რუსთაველის თეატრმა გააკეთა პირველად სასწაულ სპექტაკლში რომელიც მსოფლიომ ნახა და არა მარტო საქართველოს და ქართველმა ერმა აღიარა მსოფლიომ და დანარჩენი ვიმღეროთ და იმედია რომ ჩვენ თეატრსაც ეს იღბალი და ექნება ეს უსათუო რომელიც უკვე ჩანს რომ ეს ბედი ექნება ამ თეატრს დაგეხმარებით სიამოვნებით კარგი წავედით მოდი ნიკოლა